როგორც ყოველს მოგესალმებით, ვინ შემოგვიერთდა დილას ჩვენთან ერთად იყევთ, ჩვენ ყურებთ დილის გადაცემა განთიად და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს. დღესუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ბოლსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი, დილამშვიდობის მამა დავით. მადლობა ხალხს გელოცოთ, დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით ჩვენთან სასწაუბრად. დღეს გვინდა წავმართოთ საუბარი უფლის ერთ-ერთ ცნებაზე, ეს არის მშობლების პატივისცემა. 10 ცნებიდან ყველა მნიშვნელოვანი ამიტომ ვერ გამოყვით, რომელი უფრო მეტად ანაკლებად, თუმცა ერთ-ერთი ცნება არის პატივისცემა და შეიძლება მამა შენსა რათა კეთილი გიყოს და ბედნიერი ყოფილიყო ქვეყანას ზედა. ამავდროულად თავდაპირველად ამ კითხვით მინდა მოგმართოთ, რას გულისხმობს ეს პატივისცემა და როგორ უნდა მოვუხდეთ მშობლებს, რა ურთიერთობაში უნდა ვიყოთ მათთან? დიახ, ერთ-ერთი მცნება სწორედ ამას გვეუბნება და მე ვიტყოდი, რომ ბევრი საქილევსის ქუსლი სწორედ ეს არის, რომ სათანა და პატივს არ მიაგება ხოლმე მშობლებს და სხვადასხვა ახლა მე რაც მომისმენია, როდესაც მშობლები მიდიან გადადიან იმ სამყაროში, არა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სინანულის განცდა აქვთ ხოლმე იმ ურთიერთობასთან დაკავშირებით, რომლებიც ჰქონდათ მშობლებთან. კერძოდ ხშირად აღნიშნავენ, რომ ისე ვერ მოეფერნენ, ისეთი პატივი ვერცეს, ისეთი სითბო არ გამოხატეს, თერგ შემთხვევაში უხეშობდნენ და ასე შემდეგ, ასე რომ ადამიანისთვის დამახასიათებელია ეს მომენტი. კიდევ მეორე, როდესაც მშობლები გარდაიცვალებიან ხოლმე, მაშინ მოდის დიდი სინანული, ასე რომ რას გულისხმობს? ეს გულისხმობს იმას, რომ ნაკლებად უნდა ვიუხეშოთ, როდესაც მოხუცდები, უნდა მოუვაროთ, ყურადღება არ უნდა მოაკლოთ, სითბო უნდა გამოვიჩინოთ მათ მიმართ. და დიდი ფილოსოფია მე ესე ვიტყოდი, აქ არ არის, ანუ რაც შეიძლება უნდა დაუფასოთ ის ღვაწლი, რომელსაც მადლიერება არის დამნიშნულოვანი როდესაც ეს და სამამულოდ ესე ხდება ხოლმე ხშირად ბევრისგან ალბათ მოგვისმენია თქვენ ალბათ უფრო მეტისგან ეს თუმცა არ ამართლებს არავის, მაგრამ მაინც რომ დავუშვათ მშობელი სამწუხარო ფაქტები ხდება, რომ ან შეიძლება ჯანმრთელობით პრობლემა აქვს ამ სიკიურად ან ოცია ან სვამს ამ შემდეგ და შეიძლება ვთქვა მშვილს შეიძლება მცირეწლოვანი შემდეგაც რომ უბრალოდ გაუტანელია მასთან ურთიერთობა და აღარ შემილია, მაგრამ ალბათ მაინც აქაც საჭიროა მოთმინე მშობელია, ხო აი ამაზეც შეიძლება რომ გამახსოვოთ ვარდები. რა თქმა უნდა, იცით, ხა საერთოდ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ქრისტიანული კუთხით არ არსებობს განსაცდელი, რომლის ატანასაც ადამიანი ვერ შეძლებს. და მე მამა პაისი ათონოს დავესესხები, ის ამბობს, რომ როდესაც ეს შემთხვევასთან გვაქვს ხოლმე ადგილი, უნდა გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობაო. ანუ ჩვენ ბავშვობაში რამდენ საზრუნავს უჩენდით მშობლებს, რამდენჯერ გაგვიბრაზებია, ავად გამختარვათ, მათ უძილო ღამეები გაუტანებიათ და ეხა უფალი გვაძლევს საშუალებას, რომ თითქოს სამაგიერო გადაუხადოთ რა ეს ველი მოვიხადოთ. მე მახსენდება ესეთი შემთხვევა ფუტკრებთან დაკავშირებით. ძალიან შთამბეჭდავი არის მათი ქცევა მშობლების მიმართ. აი დედა ფუტკარი, როდესაც უკვე ძალა გამოეცლება, მიდის ფსკერისკენ სკის და ეს შვილები სულ ცდილობენ რომ ამოიყვანონ ისევ ზემოთ, კიბეს აკეთებენ რაღაცნაირად ზემოთ ავიდეს დედა და თუ ვერაფრით ეს ვერ შეძლეს, რამდენიმე ფუტკარი რჩება მასთან, რომ გაათბოს, საკვები მიაწოდოს. მე ეს დედა ფუტკარი რო გარდაიცვლება, უნიავებენ ფრთებს იქნებ გამოაცოცხლონ და როდესაც უგარწმუნდებიან, რომ ისი გამოკეთება აღარ შეიძლება, მე უეტოვებენ მას, ისეთი ზრუნვები მაქსიმალურად ცდილობენ, დიახ, მაქსიმალურად ცდილობენ და აი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მშობლის მიმართაც მაქსიმალური მზრუნველობა უნდა იქნას გამოჩენილი. მოთმინება იგივე, იმიტომ რომ ჩვენმა მშობლებმა საკმაოდ დიდი მოთმინება გამოიჩინეს მაშინ და დღემდე იჩენენ, რომლებიც გვერდზე ყავს და ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს მათი თავი, რომ ვთქვათ, ჩვენ ფეხზე დაგვაყენონ, ჩვენი ვთქვათ, ესა თუ ის არასასრული საქციელი აიტანონ და სწორი გზა მიგვეთითონ. რა თქმა უნდა, გეთანხმებით და ისწრება ხო თან გამადოთ. ხო, მე ერთი კიდე შემთხვევა მინდა მამა პაისი ათონელი ვახსენე და ის ამბობს, რომ ერთ-ერთი
ქალი მოვიდაო ჩემთან სენაკშიო და მითხრა რომ აღარ შემიძლია უკვე 8 წელიო ჩემი დედაო დავდუმილი არისო ისულტი მოვიდაო და ერთი გვერდი და მეორეზე ვაბრუნებო და ძალიან დავიღალეო და მამაპაის მოვთხრა რომ ცირა თუ კიდევ მე ხა ვილოცებო და შენ დაგემართება ინსულტიო და შენი გამოჯამრთელდებაო და იმან მოგიაროსო შენო და არა ესე მირჩევნიო და აბა როგორ გაჯობრი არისო რომ ესე უარო დედასო თუ მიზნომარობაში იყო და ასე მოვლა ასეთ საუდრებელი გავხადო ადამიანს. ვასილშიასხე მამადავით რომ აი კარტატეხის ასაკშიოც ადამიანი ყალიბდება რაღაც უკვე თითქოს გამოდის ბავშვობით ასაკიდან ყოველს ხო ეს ასაკიდან რაღაც თავის ინდივიდუალური მეონა ჩამოყალიბოს და მშობელი მაინც ახლა ნებისმიერ მშობლისთვის თავის შვილი ყოველთვის პატარა ყოველთვის შვილია და არ არსებობს ალბათ საღადმოაზროვნე ჯანმრთელი ადამიანი რომელსაც შვილის არ უნდეს ყველაფერი და მსურნელობა ეს არ ეწდება ხო დაუშვათ და უნდა რომ მაქსიმალურად ყურადღება მაგრამ ეს აპროტესტებს ამას შვილი რომ მე აღარ ვარ ბავშვი აღარ მინდა ეს ყურადღება და ეს ხდება ხოლმე გაგეზიანების მომენტი აი ამასაც რო ვისაუბროთ მშობლების დამოკიდებულება როგორი უნდა იყოს თქვათ აი ამ პერიოდში ხო უნდა გამოიჩინონ თუ არა ზედმეტი ყურადღება ან რა სახით რა კუთხით უნდა მიუდგნენ შვილებს დიახ ნუ საერთოდ ახლა თქვენ ახსენეთ რომ გარდატეხის პერიოდი ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი არის ეს დაახლოებით 10-11 წლიდან 15-16 წლამდე გრძელდება და ნუ მთელი რიგი თავისებურებები ახასიათებს ამ პერიოდს კერძოდ რა რომ აი ბავშვი ჩდება უკვე დიდობის განცდა. იგი თulis რომ ის არის არა უკვე პატარა სხვისთვის, არამედ ისეთი ურთიერთობა უნდა დაამყარონ მშობლებმა მათ როგორც ამყარებენ უფროს ადამიანებთან და ხა რა არიცით რომ ამ შემთხვევაში მშობელი იქნება თუ მასწავლებელი იქნება, უნდა მიაყურადოს რომ უკვე სხვა ეტაპი დადგა რეალური კუთხით. და შეცვალონ დამოკიდებულება. ეხლა იმას არ გულისხმობს, რომ კონტროლისგან განთავისუფლონ, მაგრამ უკვე გადასინჯვა საჭიროებს ურთიერთობა, იმიტომ რომ მომწიფდა ეს განცდა დიდობის. მე უნდა ითქვას ის, რომ ამ ასაკში განსაკუთრებით მძაფრად რეაგირებენ ხოლმე შენიშვნებს. ემოციები არის ძალიან, ასე ვთქვათ, მკვეთრი, მოზღუებული, ასე რომ დიდი სიფრთხილეა საჭირო და ტაქტი, რომ აი ამ დროს ბავშვთან ურთიერთობა ქონდა შენიშვნა მისზე დაარიგო და ასე შემდეგ და გაუმართლებელი აქ უხეშისი გაუმართლებელი წყობიდან გამოსვლა იმიტომ რომ გარდატეხის პერიოდში მყოფი ბავშვი ათმაგად პასუხობს მერე კიდე სხვა თავისებურებებიც ახასიათებს ისიც ჩდება მეგობრობის სურვილი განსაკუთრებული აი თქვენი ცისასკოლო პერიოდში შეიძლება ისეთ თავდადება გამოიჩინა მეგობრობის მიერ პირველი სიყვარული ეწევა ასე ვთქვათ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს უჩნდება იცით როგორი მოთხოვნილება რომ აი კრიტიკულად შეაფასონ ძალიან ბევრი რამ ანუ ბევრი რამ არ მოსწონს მშობლის და ნუ აქ გონიათ რომ მათ მეტი ესმით ისინი კონსერვატორები არიან რაღაცნაირად დამპაყებულია მათი აზროვნება ნუ აქ უკვე რაღაცნაირად ისეთი ფსიქოლოგიური ასაკია რომ სიტყვაც კი არ გიბრუნდება თქვა რომ ნუ განიგითხავო იმიტომ რომ არ ესმით მათ თუმცა არ ერთულია ძალიან ერთულია მატვილების ცხოვრებაში ის პერიოდი როდესაც თქვათ ფიქრობენ და ფიქრდებიან იმაზე რომ თორმე მშობელი ნამდვილად სწორი იყო თქვათ გადაწყვეტილებაში იმიტომ რომ ამ ასაკში ძინაამდეგობა და შემდეგ ხასიათის გრძნობა უჩნდება უბრალოდ ამ ასაკში არის იცით ჯერ ცნობიერება მომწიფებელია და ამიტომაც აი მშობლებმა ეს უნდა გაითვალისწინონ. მე საერთოდ მგონია რომ თითოეული მშობელი უნდა ამთავრებდეს რაღაც ფსიქოლოგიურ კურსებს, რომელიც გულისხმობს ბავშვის ამა თუ იმ ასაკის თავისებურებების გაცნობას. ასე რომ ეთანხმებით რომ ეს აუცილებლად გამოსაყოფია მშობელმა ზედმეტად არ უნდა გააღიზიანოს შვილი აი ამ ასაკში და თავისებური მიდგომა არის საჭირო. დიახ, მამადავის, როცა ჩვენ ახსენეთ ერთ-ერთი ცნება არის დავიწყეთ საუბარი ქარი მშობლის პატივის თემაზე საუბარი. შემიძლია არ შეიძლება ხო ერთ-ერთ ეპისტოლეში და სახალხო მილოსებში მისი უწმინდესობა და არა მარტო სახალხო მილოსებში ამდენჯერ მიახსენა რომ გარდა იმისა რომ
თან დიდ დროს მოხმოხოლო მისი უწმინდესობა თავის კადაგება შობლებთან ურთიერთობას პირდაპირ აღნიშნა რომ ეს ცნება არ გულისხმობს მხოლოდ შობლების პატივისცემს აქ არის საუბარი უფროსების პატივისცემაზე ამაზე შეიძლება თუ შეიძლება რომ ისაუბროთ absolუტურად სწორია და არ არის ახლა მე მგონი ასმოკლებულია რომ ისაუბროთ რომ შობლს უნდა პატივი და დავუშვათ ბიბიას ბაბუას ან მეზობლურ ადამიანს ან უფროს არც პატივი და მხოლოდ შობლსა და ამით ხარ რომ მე უფლისწინებას ვასრულებ ეს ალბათ საფუძველს მოკლებულია დიახ გეთანხმებით ეს ცნება არ გულისხმობს მარტო მშობლების პატივისა ეს ცნება გულისხმობს პატივისცემას ასევე აი სასულიერო პირების მოძღვრების რომლებიც სულიერი მოძღვრია მშობელია შენი ეს ცნება გულისხმობს პატივისცემას თქვენ წარმოიდგინეთ აი უფროსების სამსახურში კი ხელმძღვანელის ხო ნუ ეს თერიქ შემთხვევაში ისე ვთქვა უხეშად ზემორჩილები ალბათ მორჩ კაი გაგებით და არა დაუშვოთ ახლა რაღაცა მონა და ასე შემდეგ დიახ გეთანხმებით და რა თქმა უნდა უფროსების იცით ახლა ადამიანები ვართ აი როგორ სუდად ჩანს ის კაცი რომელიც უპატივცემულობას იჩენს უფროსებისადმი მე ხშირად მართალი გითხრათ აი უზემოხდომია აი უფროს რო შენობით მიმართავენ. მე ხარ როცა მშობელთან საქმე გასაგებია, თუმცა ადრეც ახლა იყო ჩვეულება თქვენობით მიმართავენ ხოლმე. დღემდეც არის ფოტოში შემორჩენილი, მე ვიცი რამდენიმე ოჯახს, სადაც მშობელს და მით უმეტეს ბებია ბაბუას თქვენობით მიმართავენ და გარკვეულწილად ძალიან სწორიც არის შეიძლება. ესე პატივისცემის გამოხატულება, ხო, ამ შემთხვევაში მშობელთან შეიძლება არ აღგობდეს არაფერს, მაგრამ ჩვენ საუბრობთ ეს არის პატივისცემის გამოხატულება. ეთახმებით რა თქმა უნდა პატივისცემა მოწიწებაა თუმცა შეიძლება ახლა თქვენობით მიმართვაში პატივისცემა არ გამოიყენება რა თქმა უნდა ჯობია შენობით მიმართვას რეალურად გამოიჩინო იმიტომ რომ ზოგისთვის შეიძლება ეს ცოტა დამძაბავი იყოს იცით 21 საუკუნეა და საუკუნეც დროს თავისებურად აყალიბებს ფორმას მიმართვის შეიძლება ცოტა ხელოვნური გამოვიდეს ეს კი რა თქმა უნდა ამიტომაც აქ სწორად შენიშნეთ რომ თავი მაინც შინაარსობრივი ხარია და არა ისე როგორ მიმართავთ მაგრამ ნუ ამ შემთხვევაშიაც ისე დავუბრუნდები რითაც დავიწყე რომ ძალიან ცუდად ახასიათებს ადამიანს როდესაც აი უფროსებს უპატივცემულად ძალიან ეპყრობიან ასე რომ ეს კაცობრიობამ შემოინახა ეს სიბრძნე და ეს ერთ-ერთი მცნებაც რა თქმა უნდა ამას გვეუბნება კი და აქვე ალბათ ასევე ახალგაზრდებში როცა ჩვენ დავუშვათ შევხედავ რომ განვართეთ ეს თემა და ეს ცნება რომ მშობლებზე ვზაურობთ აქ არის უფროსებზე ხელმძღვანელებზე ალბათ აი მაინც საშუალო სექტორში პედაგოგებთანაც იგივე უნდა ვიგულისხმოთ ხო იმიტომ რომ გარკვეულწილად ძალიან ხშირად ასრულებს მშობლის ფუნქციას ნუ კარგი პედაგოგი უნდა ასრულოს ყოველ შემთხვევაში თუ მადლობა მაგალითად ესეთი ბევრი არიან ამაზე თუ შეიძლება ხა მოსწავლეებს და სტუდენტებსაც რომ აი რაღაცა რჩევა მივწეთ რომ პედაგოგს ძალიან დიდი პატივი უნდა ვცეთ აუცილებლად ხო და იგივე პედაგოგებმაც უნდა გაითვალისწინონ რა თქმა უნდა და უნდა იცოდნენ ბავშვებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა გეთანხმებით პედაგოგებსაც პატივი უნდა ვცეთ და სამწუხაროდ მთელი შემთხვევებში ეს არ შეიმჩნევა და გულახდილად რო ვთქვა მე უფრო იქითკენ მივდივარ ხოლმე პედაგოგს მეტი მოეთხოვება ალბათ ის უფროსია და უნდა ისე წარმოგვიდგინოს ურთიერთობა თუ მისია აკისრია ეს აღზრდა მოზარდის არის ალბათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იგივე თუნდაც ის დათმენა უნდა ისწავლოს მიდგომა ალბათ პირველში მიდგომა მასწავლისგან რა თქმა უნდა მიდგომა რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხა მაჩამ სასკოლო ხანას რო ვიხსენებ იყო პედაგოგები რომელსაც რა თქმა უნდა პატივისცემდი და მაგრამ იყო პედაგოგები რომელთა მიმართაც დღესაც მაინც გული ვერ მოვიძებნა თუმცა ეხა გულახდოდ უნდა ვთქვა თუმცა ისეთ აქ ალბათ ერთ-ერთი საკითხიც უნდა წამოვწიოთ წინ რომ ისეთ ზოგჯერ ნუ მშობელიც არის არა უგრძის პიროვნულად კი ალბათ პედაგოგიც არის აი ამ შემთხვევაში როგორ დამოკიდებულება უნდა გქონდეს მათ მიმართ ხელოვნურად გამოვიწიოთ ეს პასივიცება ხელოვნურად გამოვიწიოთ ეს სითბო სიყვარული მშობელი რომ დატოვებს შულს და წავა ძალიან ძნელი არა იმ შულს გქონდეს ეს სიყვარული სითბოს განცდა მშობლის მიმართ ასე რომ ცხოვრება მრავალნაირი ფაქტები ხდება თუ შეიძლება ასე ითქვას და კი ეს საკმაოდ რთული შემთხვევებია კი და ცუდი და ეს რაცა მაინც ალბათ სასურველი კარგი შემთხვევა იდეალური თუმცა ძალიან რთულია მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში
ადამიანს როცა ეს ამოძრავებს რომ პატივის წეს, მე მგონი რომ ძალიან კარგია. თუმცა შეიძლება სულიერ გავთავაზოთ ის რომ ჩვენი შვილები არიან ჩვენი სარკეები. და ჩვენგან იღებენ მაგალითს და ჩვენ მეშვეობით ყალიბდებიან პიროვნებებად. ასე რომ მინდა გამოსო შენ თემ გარკვეულწილად სოფელ მამა არ შემინდა რომ სარგებლო ჩვენ თქვენ ფსიქოლოგები ბრძანდებით და თან მოღვაწეობთ სამხედრო სასწავლო პირობამდე და ძალიან ხშირად შეიძლება მოხდეს რომ აი პირიქით რომ ვისაუბროთ ასე ჩობლის დამოკიდებულებაზე იგი პედაგოგის რომ აი პატარაობაში ან შემდგომ მოდარცასტიკის მიღებული ტრავმამ რაღაც არასწორ აბიჯმა შეიძლება მე შემდგომ ძალიან უყურ რეაქციები გამოიწვიოს ხოლმე თქვენ ამის შემთხვევებით გქონდეთ როგორც ფსიქოლოგს. რა თქმა უნდა, როგორ არა. ნუ საერთოდ და გამოვყოთ ის რაც ხშირად ითქვება ფსიქოლოგის მხრიდან რომ მშობელი არის უპირველესი ავტორიტეტი ბავშვის, ასე რომ ოჯახში მშობელი როგორც იქცევა, არა ძალიან ხშირად იმ თვისებებს ბავშვი გადაიღებს ხოლმე და ეს საკუთარ თავსაც რომ დაუკვირდეთ, როგორც გენეტიკურად, ისე აი სოციალურ კუთხითაც. რამდენი უარყოფით თვისება გადმოგვეცა, რა თქმა უნდა, ბევრი დადებითიც არა მშობლებისგან. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლების ურთიერთობა ამ კუთხით ბავშვებთან, იმიტომ რომ კიდევ მე შვილები ძალიან ხშირად ბაძავენ მშობლებს, იმიტომ რომ უპირველესი სახე მათ თვალწინომარი არის მშობელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვი იყოს თბილ ყურადღებიან გარემოში. ხა წარმოიდგენ ნერვულ ატმოსფეროში ისდება ბავშვი არა. ის კი არა უკვე ორსულ ქალს ურჩევენ რომ რაც შეიძლება ნაკლებად ინერვიულოს, იმიტომ რომ უცელში უკვე ბავშვი რეაგირებს აი ამ ყალიბდება მისი ნევრული სისტემა პერიოდში. ასეთ ბავშვების ადგილას რომ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, ოჯახი სადაც სულ კონფლიქტია, სულ ცემენ, ასე ვთქვათ, უყურადღებად ტოვებენ. აი რაღაცნაირად უკვე მტრული დამოკიდებულება ყალიბდება ამ სამყურისადმი, რომელიც შემდგომში იჩენს თავს. ხოდა ის თემას ძალადობით ასწავლიან, ასე ვთქვათ, და მორჩილებას. რა თქმა უნდა, უკურვებსით დაუბრუნდება მშობლებს. ეს ნაღმი აფეთქდება აუცილებლად. ეს ნაღმი რა თქმა უნდა აფეთქდება. ასე რომ მე ესე ვიტყოდი, რომ მშობლობა ეს არის დიდი ხელოვნება. და კიდევ ერთ რამეზე გავამახვილებ ყურადღებას, ბევრი ნიუანსია შეიძლება ყველა კი რა თქმა უნდა ვერ ჩამოვთვალოთ რომ იცით მე გამიგონია უკვე აი გამოსტილი მშობლებისგან როგორც ინტუიცია გიკარნახებს რომ რაღაც არ არის წესრიგში აუცილებლად რეაგირება უნდა გააკეთო იმიტომ რომ მე წინ დაგხვდება ეს საერთოდ როგორ გითხრათ ესე ჩვენი ადამიანის დამახასიათებელი თვისება ხშირად უფალი მიგვანიშნებს ვიცი რა რაღაც პრობლემა ყურადღება უნდა გამოჩეს ზოგჯერ ჩვენ არ ვაქცევთ ამას ყურადღებას და მე აუცილებლად წინ ხვდება მით უმეტეს ეს არის საჭირო ბავშვთან მიმართებით და კიდევ ერთ ვიტყოდი რომ ის რასაც ასევე ფსიქოლოგები აღნიშნავენ არ არის საჭირო ეპითეტების მიწებება რომ შენ ცუდი ბიჭი ხარ ცუდი გოგო ხარ არამედ უნდა გაუცნობიერო უნდა აუხსნა ცუდი ეს აქცელი და არა შენ ხარ ცუდი არა შენ ხარ ცუდი მაგრამ სამწუხაროდ რა არის იცით 21 საუკუნეც ისეთ საუკუნეა რომ ნერვები ხშირად ღალატობს ადამიანს და მშობლებთანაც სიზარმაცის განცდა შემოდის იცით შეიმჩნევა რომ მიდი ახლა და აუხსენი კიდე ბავშვს და ამიტომ ჯობია რომ ეგრევე ან ბოლოს ამოვარტყას თავში ან კიდე რაღაცა უხეშად უთხრას და თავის ადგილზე მოაჯინოს და შემდგომში კიდევ მეფეს ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენს აღზრდაზე და რაღაცნაირად. თქვენ მამალ საუბარში არაერთხელ აღნიშნეთ რომ თქვა აუცილებელია მშობლების მეგობრობა ბავშვთან რომ მეგობრული ურთიერთობა დაამყაროს საკუთარ შვილთან, მაგრამ იგივე მეგობრობაზეც რომ ვისაუბროთ. ხო არ იკარგება ხშირ შემთხვევაში ზღვარი. ანუ დამოკიდებულება მშობლებსა და ბავშვებს შორის ძალიან დაახლოებული მეგობრობა ხო არ უკარგავს იგივე იმ პატივისცემას და ავტორიტეტს მშობელს. ცით რა არის შეიძლება ესეც იყოს ალბათ გასაანალიზებელი ესეთ შემთხვევები მე მინდა პარალელი გავავლო სასულიერო პირსა და მრევლს შორის ურთიერთობაზე. აქ ერთ-ერთი უნიშნელი ხარი არის რა რომ რა თქმა უნდა მოძღვარი უნდა იყოს მზრუნველი მრევლთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც დისტანცია უნდა იყოს, იმიტომ რომ მოსულიათ მოძღვრებში შეცდომა რომ გაშიანაურებულან და ის მოწიწება დაკარგულა, იცით? რომელიც აუცილებელია რომ იყოს. მე რაღაცნაირად მისვლა-მოსვლა, რაღაცნაირად აუბრალოებს მოძღვრის სახეს, ისეთ თემებზე იწყება იქ ლაპარაკი, რომ
კიდევ მეორე აქ რაღაცნაირად ის ჩარჩოები უკვე აღარ არის რომელიც უნდა იყოს და ალბათ უნდა ვიგარიცხოთ მშობლებთან მიმართებაში შეიძლება მოხდეს ეს ანუ რაღაცა მანძილი უნდა იყოს და ვფიქრობ რომ ისევ დაუბრუნდები რომ ეს ალბათ უფრო მშობლის დასარეგულირებელია და რა თქმა უნდა ხა მშობელი არის უფროსი ამ ყველა გამოცდილება ამდენი წლები მოიტოვა და ნებისმიერ შულზე გამოცდილია ნებისმიერი მშობელი იმიტომ რომ ეს ელემენტარული ასაკიდან გამომდინარე ნებისმიერი იცით აი მე მაინც ყურადღებას მომახვილებ რომ ეს ზოგჯერ წინ ნაკლებად არის წამოწეული გამოკვეთილი რომ უფროს მეტი მოეთხოვა თუმცა აქ რა თქმა უნდა ლაპარაკობთ იმაზე რომ მშობლების პატივისცემაზე აქვს საუბარი და რა თქმა უნდა აუცილებლად და ერთ რამეს დავამატებ იცით რომ მე მაგალითად მე კი არა საერთოდ ეს ესეა რომ ყველაზე აღმატებული გზა არის ბერმონოზნობა რა ამაზე დიდი რა უნდა ჯვარი იტვირთოს ადამიანმა მაგრამ ხშირად ფიქრობ ხოლმე რომ ისინი ამას მაინც ბოლომდე ვერ გაიგებენ ну ვისაც ოჯახი ყავდა გასაგებია და მე წავედი ავიკვეთ ანუ მშობელს და შვილს შორის ისეთი ურთიერთობაა რომ შენ რომ გამოცდი იქ სხვა ნიუანსები მოდის წინ ასე რომ ამ ხრივ შეიძლება ნაკლებად გზა იყოს ამ პატარა მიმართულებით თუმცა კიდევ მეორე მხრივ ისე აღმატებული გზა არის და მე საინტერესო ნიუანსებია რა იგივე ხა ალბათ ერთადერთი მშობელია რომელიც თავს გაწირავს შვილისთვის დაუფიქრებლად რა თქმა უნდა მე მახსოვს მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავ ერთ-ერთმა მშობელმა ჩემ ახლობელმა თქვა რომ მითხრანო არა დაუფიქრებლად გავწირავ თავს და ისე გამიკვირდა ახლა მე თვითონაც რომ გავხდი მშობელი მივხვდი რომ აი ეს სხვა ურთიერთობაა კი და ყველაზე დიდი ტკივილი რა თქმა უნდა მშობლისთვის ეს არის შვილი და ფაქტობრივად ეხა წლები რო ემატება ადამიანს არა ყველაფერი ეს მატერიალური შემოსავალი იქნება თუ რაც არ უნდა იყოს დრო ენერგია უბრალოდ სკოლისა უნდა შვილებისთვის და როდესაც აი ამ მიდგომას და ამ ცხოვრების კანონს აქვს ადგილი როგორ შეიძლება რომ ეს ხალხი არ დააფასო და უპატრონებულობა თეორიულად ვსაუბრობთ ამ მშობლების და შვილის ურთიერთობაზე არ შეიძლება მისი უწმინდესობის ქადაგებებიდან რომელსაც ხშირად აღნიშნავს აღნიშნოთ რომ რა დამოკიდებულებაში იყო მშობლებთან და მისი ნაცმშობლები ალბათონი ნატალია და ბატონი გიორგი სულ აღნიშნავს ხოლმე უწმინდესი რომ მე თუ რამე ვარ ეს არის ჩემი მშობლებისგან და ძალიან ხშირ ქადაგი მოგონებებში არ იხოლმე მართლაც ის რაღაც ეპიზოდები და განსაცდელობას ეწევენ ადამიანები ნუ ორ შტავიდან რომ პატრიარქი აღზარდეს და ალბათ რა დიდი სულიერების ადამიანები იყვნენ და ყოველთვის აღნიშნავდა ხოლმე და მართლაც ალბათ აი უნიკალურია მე როცა ვისმენ ხოლმე და არ მარტო მე მისი უწმინდესობა როგორ იხსენებს და ამოგონებები აქვს მართლაც აი უნიკალური ურთიერთობა ქონათ ალბათ როგორც შვილებს და მე თვითონ მრავალშვილიანი ოჯახი იყო მოხსენებოდ ყველა მისთვის დედამიშვილი ყავდა და როგორ მოწიწება იყო მშობლების მიმართ და რაღაცა თითქოს აი უნიკალურ ქართულ ოჯახის სახეს ქმნის ხოლმე აი ეს უწმინდესის საუბარი ამოდავით უღრმესი მადლობა მობრძანებისათვის საუბრისათვის ერთმა ქონას რომ ჩვენ ყველა მეცნიერება ხერსეულობთ აღვასრულოთ მეტნაკლებად მაინც და მართლა ის მადლიერება რაც შობლების მიერ კავშირებს მაგასნაირად დავაფასოთ ჩვენი სტუმარი გახლავთ კლდესუბნის ვენერ გიორგის სახელობის ტაძრის გლოვსახური დეკანოზი დავით ციცქიშვილი საუბრობდით მშობლების და შვილების ურთიერთობაზე ახლა შვიდგზის